მეტისმეტად რთული დროებაა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრ მოქალაქეს, სულ უფრო მეტ მოქალაქეს უჭირს ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფინანსურადაც უჭირს. კი ამბობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ ეკონომიკა 9 თუ 10%-ით გაიზარდა, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისათვის არა თუ 10%-იანი ზრდა არ არის, არამედ თუ ობიექტურები ვიქნებით, სტაგნაცია, ან ვინც ის და იქნება უარეს მდგომარეობაშიც კი ვართ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, ამ დემონსტრანტებს 20, 50 თუ 100 ლარს უხდიანო, ყოველდღიურადო თუ ყოველთვიურადო, რაც რასაკვირველია, ტყუილია ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უნდა იმის დამტკიცება ბჭყალებში, რასაკვირველია, რომ უანგაროდ კი არ დადიან მოქალაქეები დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, მარშებზე, არამედ ფულს იღებენ და ეს არის იქ რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან ჩვენი უმრავლესობის მისვლის საფუძველი. ამდენი 100 ლარი რომ იყოს, რაღა გვიჭირდა მეთქი ასე გეტყვით, მაგრამ რეალურად მოქალაქეებს ძალიან უჭირთ, მართლა არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ რიგით იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მიტინგებს არც გაჰკარებიან. რატომ გიამბობთ ამას? გუშინ იყო და ჩემი ერთი მეგობარი შემხვდა, რომელიც ბევრად უარესად არის, ვიდრე იყო მაგალითად 1 წლის წინ, 2 წლის წინ, არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც ძალიან აქტიური მოქალაქეა და 2 თუ 3, 5,000 ლარიანი ჯარიმა აქვს. აქვს ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. 5,000 ლარიან 1 თუ 2 თუ 3 ჯარიმას მოერეოდა მისი ბიზნესი, რომ მუშაობდეს, მისი ბიზნესი უბრალოდ პრაქტიკულად გაჩერებულია და ახლა ასე რომ ამბობენ ხოლმე ნოლზეა ეს ჩემი მეგობარი და ვალზე იღებს. მეც მთხოვა რაღა დაგიმალოთ და ხომარ გიგდიაო, ხომარ გიჭყავის 300-400 ლარიო, მე უარით გავისტუმრე, იმიტომ რომ გაუკვირდება ირაკლი კობახიძეს და ეს 300-400 ლარი კი არ წუწულებ მართლა, მაგრამ 300-400 ლარიც კი ძნელი მოსაძიებელია, გასაცემად ძნელი მოსაძიებელია, მართლაც უაღრესად რთულ მდგომარეობაშია ბევრი ჩვენგანი, მეც მათ შორის არ დავმალავ, ეს არის სიმართლე. ამ ჩემმა მეგობარმა მე მიამბო ესეთი ისტორია, ესეთი ამბავი, რომელიც მას, სწორედაც რომ მას გადახდა, მანამდე, ანუ ვიდრე ჩემთან შეხვედრამდე, ერთი თვით ადრე მეო ჩემს საკმაოდ მდიდარ მეგობარს ნაცნობს, მოდი ასე ვიტყვი, შევხვდიო და ფული თხოვეო. ოღონდ იქ მეტის თხოვა 2,000 თუ 2,500 თუ 3,000 ლარი და ამ უკანასკნელმა, ანუ მისმა ნაცნობმა შედარებით მდიდარმა კაცმა სულაც არ უთხრა უარი და მართლაც მისცა 3,000 ლარი. ოღონდ რა მითხრა იციო? და ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი. მომწერაო, მაგარი ალბათობით რაღაც WhatsApp-ზე, თან რაღაც SMS-ით შესაძლოა სიგნალზე, SMS-ით ნაკლებად, ალბათ უფრო სიგნალზე და ან WhatsApp-ზე. მომწერაო, რომ შენი ანგარიში არ ჩამიგდო, შენი რომელიმე ახლობელის ანგარიში ჩამიგდი, ამასთან ოჯახის წევრი არ უნდა იყოს, ანუ იმ გვარს არ უნდა ატარებდეს, რა გვარისაც შენ ხარო. და იმას გადაურიცხავ და იმას კი შენ გამოართვიო, ვინც მისწერა. ის დამფრთხალია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გარეული არ არის მითხრეს, ვისაც არის საუბარი, ვიცი იმ კაცის თაობაზე, არ არის პოლიტიკაში გარეული, არ არის აფილირებული ქართულ ოცნებასთან, ან ოპოზიციასთან, ასე შემდეგ შეძლებული, საკმაოდ შეძლებული კაცია. მაგრამ ერთგვარი თვითცენზურა აქვს, ან შიში აქვს, სიფრთხილე აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ემანდ მასაც თუ აკონტროლებენ, რომელიღაც ეტაპზე ეს მამუკა მდინარაძე იქნება თუ გელაძის უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ პროკურატურა თუ ასე შემდეგ მიადგება სხვა რამეს, ამ უკეკავს სხვა რამეში მიედავება, მაგრამ მისვლის მიდგომის საფუძველი კი იქნება სწორედ მისი ეს ქველმოქმედებაც ალბათ სწორი სიტყვა არ არის, მისი ეს დახმარება, პირდაპირი დახმარება თავისი მეგობრის, თავისი ნაცნობის, ჩვენი და ჩემი და მისი საერთო ნაცნობის მიმართ. ადამიანები დამფრთხალები არიან და მეცაც გეტყვით, იცით და თქვენს გარშემო არიან, თქვენს გარშემოც არიან უთუოდ ასეთი ადამიანები, რომლებიც არა მარტო დამფრთხალები არიან, არამედ გამქრალებიც არიან. აი, იყვნენ და აღარ არიან.
ელაპარაკები, ცდილობ კომუნიკაციის დამყარებას, ცდილობ კომუნიკაციის აღდგენას, მაგრამ ისინი და გავუგოთ მათ რა საკვირველია, ისინი თითქოს მიიმალნენ, თითქოს გაჩუმდნენ და არა იმიტომ რომ ვინმე ამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძემ დაურეკა და უთხრა რომ არ დააყარო, არ აღადგინო ურთიერთობები არის ლევან ჯობავასთან პირობითად ვლაპარაკობ. ჩემზე აქტიურ ადამიანებზე ვლაპარაკობ პირველ ყოვლისა, საკუთარ თავსაც მივათვლი სხვაზე აქტიურ ადამიანად კი მოვიხსენიებ. მაგალითად ლევან ჯობავას, ან რამნიშნულობა აქვს, რომელიმეს ვინც გაცილებით ხშირად არის რუსთაველის გამზირზე, არა, მამუკა მდინარაძე არ უნეკავს რომელიმე შედარებით შეძლებულ ადამიანს და არ ეუნება ლევან ჯობავასთან ურთიერთობა არ დაამყარო, მაგრამ თვით ცენზურა როგორც ასეთი არსებობს. აი ის მაგალითი რომელიც დაგისახელეთ, ამის თვალსაჩინოებაა. უნდა დახმარება, იმ 2000 თუ 2500 თუ რაღაც 1700 ამ მნიშვნელობა 70 ლარის მიცემა მისთვის მეგობრისათვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა შეუნება შენი ანგარიშის ნომერი კი არ მომცე, რამდენადაც ჩემი მაღალი ალბათობით კონტროლდება, მომეცი შენი კი არა, სხვა გვარის წარმომადგენლის ანგარიში იმას გადაურიცხავ და მე ის განმოგირიცხავს შენო, მე თავში ქვაგიხლიათ არასწორი სიტყვა, მაგრამ მე უკვე თქვენ იცით თქვენი საქმისა. როგორი სისტემა შექმნა ბიზინა ივანიშვილმა წარმოიდგინეთ რომ ადამიანებისთვის დახმარებაც კი ფინანსური ხელგამართვაც კი არ შეუძლიათ, არა და იყო დრო ამ ქვეყანაში, როდესაც ამ ქვეყანაში იყო დრო, ამ საზოგადოებაში იყო დრო, როდესაც ქველმოქმედება კი არა, ესეთი შემწეობა, დახმარება, პირიქით საამაყო ამბავიც იყო ადამიანებისათვის. დაუფიქრებლად მეთქი ასე ვიტყვი. თქვენის ნებართვით. დაუფიქრებლად ყოველგვარი კონიუნქტურის, ყოველგვარი რაღაცა სიფრთხილის გამოჩენის გარეშე. განსაკუთრებით მე არავის არ ვჯავრობ რა საკვირველია, მაგრამ განსაკუთრებით ვლაპარაკობ სწორედაც რომ იმ მოქალაქეებზე, რომლების ყველას გყავთ, მე სხვადასხვა არ მყავს ნაკლებად, მყავს თუ ლევათ ასე ვიტყვი, არ ვიცი. როგორ უნდა თქვა, არც ვიცი სიმართლე გითხრათ, რომლების გაქრდნენ, წარიუტნენ, გაქრდნენ, ხო, სიზმრებრივ ჩქარად. არა, ისინი დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ისინი ჩვენი გულის ნაწილები არიან მეორე თუ მესამე მხრივ. მაგრამ დრომ მოიტანა ბიზინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კონიუნქტურამ მოიტანა ასე ადამიანების გაციება სხვა ადამიანების მიმართ, მეგობრების ერთმანეთზე გადაკიდება ამ შემთხვევაში უკვე ფინანსურ ნაწილს საერთოდ ამოურიცხავ, ან დახმარების საერთოდ კომუნიკაციაზე ვლაპარაკობ, აი განყენებულ თემაზე. მოდი ყავა დავლიოთ, მოდი ვისაუბროთ, ავეც ფეხბურთზე მაგალითად, ხო? ავეც მესი რა მაგარია. ვარგა თუ არა კრისტიანო რონალდო. აბზე ვისაუბროთ მოდი. მაგრამ ადამიანები ამტუხაოდ ამუხრუჭებენ. გაივლის ეს დროება, რასაკვირველია ეს მძიმე პერიოდი და ადამიანები ერთმანეთს დაიბრუნებენ. მე პერსონალურად არავისთან გარჩევას, ხო, არც საყვედურს, რასაკვირველია და არც გარჩევას მით უფრო და არც საყვედურს ასევე არ ვაპირებ, რასაკვირველია. მე აბსოლუტურად ყველას იმესმის. აბსოლუტურად ყველას იმესმის და მე მოვუწოდებ ყველას რომ გაუგონ ამ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე არიან და მე ვარ იშვიათად და ჩემზე ბევრად ხშირად არიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, მათაც გაუგეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები მათეული თუნდაც თქვენი აზრით მცდარი წარმოდგენით იცავენ ამ ქვეყანას. ყვირიან რა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ეს მათეული გაგებით, ჩემი მოსაზრებით სწორი, ობიექტურადაც სწორი. მაგრამ თქვენი მოსაზრებით ხომ ოპონენტების მოსაზრებით ხომ არასწორად იქცევიან, მაინც გაუგეთ. იმიტომ რომ მათ არანაკლებ უყვართ ეს ქვეყანა, ვიდრე თქვენ. მდიდრებს თუ ღარიბებს, ძლიერებს თუ სუსტებს, მაღლებს თუ დაბლებს, გონიერებს თუ უჭკუოებს, არაგონიერებს. არანაკლებ უყვარს იმ გოგონას, რომელიც ყვირის არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ვინც უპირისპირდება ბიზინა ივანიშვილს. თუნდაც მცდარად, მაგრამ უპირისპირდება, თუნდაც არასწორად ფიქრობს. არავინ არ არის უსამშობლო მართლა, ჩვენ ყველას ჩვენი სამშობლო გვაქვს და ამ ჩვენ საერთო სამშობლოს საქართველოს ქვია. მე ახლა გეტყოდით ვის არა აქვს სამშობლო მეთქი. უფრო ზუსტი რო ვიყო, ვინ მიიჩნევს საკუთარ სამშობლოდ რუსეთს, ასე მაგალითად ასეთი 1 2 3 4 ათეული ადამიანია ჩვენს ქვეყანაში. უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგრამ არ მინდა ამ კუთხით განვიხილო ახლა.
აგახსენებთ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ადამიანებს ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ ერთი გამამხნევებელი სიტყვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ მე მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ძალიან უჭირდა ფარემ გავიხსენებ ძალიან უჭირდა ჩემს ერთ ახლობელს რომელიც ძალიან ფიზიკურად უჭირდა ჯანმრთელობის თვალსაზრისით უჭირდა რომელიც ქართულ ოცნებასთან არის რა აგლახ სამწუხაროდ ჩემი და სამწუხაროდ მის და სამედნიერო და ძალიან უჭირდა ფიზიკურად მოკლედ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან გაურკვეველი არაფერი არ გამიკეთებია არც განსაკუთრებული არც გამოსაკუთრებელი ხო მე ავიღე ყურმილი მას დაბლოკილი ვყავარ სხვათა შორის დაბლოკილი ვყავარ და უკავშირდი მისი ოჯახის წევრს და მისი ოჯახის წევრისგან გავამხნევე ის არც სახელს ვიტყვი არც გვარს შენ იყავი კარგად მეთქი პირობითად დავარქვათ რაღაც არ ვიცი აბუკა ხო ჯიმშერი შენ იყავი კარგად ჯიმშერ მეთქი ეს უთხარი და მე კი ვთხოვე სიმართლე გითხრათ რომ შემომეხმიან ისე ოჯახის წევრის შუამავლობით ვთხოვე რომ შემომეხმიანე მეთქი როდესაც უკვე გამოჯამრთელდა მას შემდეგ მაგრამ არც არავინ არ შემოხმიანებია სამწუხაროა ეს ამბავი არა და არც მასთან არ ვაპირებ მე 20 საიქთევ აქ საქმის გარჩევას და ჩემი სიმართლეების დამტკიცებას და მის დანაშაულებას და ასე შემდეგ ჩემი უახლოესი მეგობრები პრაქტიკულად დავკარგე არათუ ის ხო დავკარგე ამ დროებამ და მე ჩემი გამო კი არა მე ჩემი მოსაზრებით უბრალო ვარ ამ ნაწილში ადამიანებს უჭირთ ფსიქოლოგიურად ადამიანებს უჭირთ ფინანსურად და წარმოიდგინეთ რას არ აკეთებენ სხვები ვისაც უნდა დახმარება როგორი შემოვლითი გზებით არ ცდილობენ დახმარებას ერთი ამბავი გიამბეთ და ასეთი ბევრი და ბევრი ამბავია ნუ დავკარგავთ ადამიანებო მოქალაქეებო მეგობრებო ერთმანეთს არ ამყავს მე კონკრეტული ადრესატი რასაკვირველია ამ ჩემი ვიდეო ბლოგისა არავის არ მიმართავ მაგრამ ის იცოდეთ რომ წარმავალია ბიზინა ივანიშვილი სხვებს მიმართავ ახლა ჩემს ოპონენტებს და ეს აი მე კი არ მიყვარს მაგრამ მაინც ნუ აპატიოთ ამ დათათუ იმ დათათუ თოშქიაში რო არის ეს რაღაც ფრთიან ფრაზა ქცეული ჩემი და შენი ძმობის სისმინდე ჯობია ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ძმობის სისმინდე ჯობია ჩემო დათა ესე მომფობს ხო ის მუშნი ამბობს ხო აუგრეთ რაღაცა ჯობია რაღაცა თვითკრიტიკულობა კი არა პირველ პირში ვიტყვი გვაწყენდა ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვის. ახვამდის.